არ თქვა რა და წამობდა კონკრეტულად რა ინფორმაცია მოგაწოდა რომელსაც დაესვა ყველა ის შეკითხვა, რაც გამოძიებას აინტერესებდა, მოწმე მამამწურავად უპასუხა ამ შეკითხვის პასუხი, მოგვაწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის გამოძიების ფაზე, მიუთითა იმ გარემოების თაობაზე თუ რა ვითარებაში და როგორ მოხდა გავრცელებული ჩანაწერების დამზადება და შემდგომ გავრცელება. გარდა ამისა, მოწმეს დაესვა ასევე ყველა ის შეკითხვა ფულადი თანხის ასე ვთქვათ დანიშნულებასთან და მიზნობრიობასთან დაკავშირებით და ამის შორის თაობაზე მოხდა განაცხადება. დადასტურდა თუ არა ის რომ მაღალჩინოსნები ცდილობდნენ რაც შეეხება კონკრეტულად რაც მოგახსენეთ, რაც მოგახსენეთ, ამაზე მეტ ინფორმაციას და კონკრეტულ შინაარს გამოძიების ინტერესებიდან დაიკითხება თუ არა დაიკითხება თუ არა რაც შეეხება პირთა დაკითხვას, ვინაიდან საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას განსახილველ და გამოსაძიებლის სისამარის საქმესთან, დაიკითხება გამოძიების მიერ. ქართული ოცნების ლიდერებს უნდა თქვათ ომეგა კონკრეტულ შინაარსთან და როგორც მოგახსენეთ, ლევაკებიალა თანხის დანიშნულებასთან დაკავშირებით რა მიზნით მოხდა გამოტანა ისაუბრა, მეტალებთან დაკავშირებით ვერ თანხის გატანასთან დაკავშირებით დაადასტურა მიზნობრიობა და სარდაფის ინციდენტი თუ დაადასტურა, მას შეგიძლიათ სარდაფის ინციდენტზე კონკრეტულად ვიპასუხეთ თუ შეიძლება. კონკრეტულად ვიპასუხეთ. ამაზე მე გამოძიების ყველა ის შეკითხვა, რომელიც გამოძიებას დაადასტურა თუ არა პასუხი დაისო ყველა ის შეკითხვა, რაც აუდიო ჩანაწერებშია დაფიქსირებული, რაც გამოძიებას აინტერესებდა და ამ კითხვებზე იქნა მიღებული პასუხები. რაიმე ახალი გარემოებები თუ გამოიკვეთა, რაიმე ახალი გარემოებები თუ გამოიკვეთა ამ დაკითხვის შემდგომ. საჭიროება რომ ოთარ ფარცხალაძეც დაკითხოს გამოძიება. გაჩნდა თუ არა ამის საჭიროება. მეორეთ დაკითხვასთან დაკავშირებით გამოიყენებს აუცილებლად გაიკითხა. ახალი მათ შორის გაიკითხება ზაზა ოქროშვილი, რომელსაც ჩაბარებულია იქნება აუდიო ჩანაწერებთან დანაშაულებრივ ექსპერტიზა თუ ვადები იქიდან გამომდინარე, რომ დღით ყოველდღიურად ახალ-ახალი ასე ვთქვათ აუდიო ჩანაწერები ვრცელდება კონკრეტული ვადა განსაზღვრული ფარცხალაძე დაიკითხება თუ არა ამ გამოძიების ფარგლებში. ამ კითხვაზე არის მარტივი პასუხი. დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც ფიგურირებს ჩანაწერებში. გამოძიება, როდესაც მიმდინარეობს კონკრეტული სტრატეგია და გეგმებთან დაკავშირებით, ვერ ვისაუბრებ. ბატონ ლევაკიფიანთან ამ საქმესთან პირველ კომენტარი, როდესაც მაგით დავიწყე, რომ დაესვა ყველა ის შეკითხვა, რომელიც გამოძიებას აინტერესებდა და რაც გავრცელებული იყო აუდიო ჩანაწერებში. ახალი გარემოებები გამოიკვეთა, შეგვიძლია ცალ-ცალკე მაშინ დავიწყოთ, იგეგმება თუ არა ამის დაკითხვა, იგეგმება თუ არა ფარცხალაძის, ივანიშვილის ამ ადამიანების გამოძიება, როდესაც მიმდინარეობს, ყველა ის პირი, ვინც შესაძლებელია ფლობს ინფორმაციას, გამოძიება ეძინა ივანიშვილს ამ ფარცხალაძეს. მათი გამოკითხვის საჭიროება, აი რაც ჩემპიონისგან ამეტაც გამოიკვეთა თუ არა. ფარცხალაძე მიაყენა ალიაში არ ვიპასუხე, გამოიკვეთა. ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა, ჩანაწერები. შინაარსთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, ერთ-ერთი ახალი გარემოებები გამოიკვეთა ეს საფრთხე.